უცნობია ვინ გასცა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე დამატებით 12 სართულის აგების ნებართვა. თბილისის დინამოს ადმინისტრაციის საჩივარზე დედაქალაქის მერიას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. ცნობილი სპორტსმენების განცხადებით საცდელ ბაზასთან 6 სართულიანი სახლის ნაცვლად 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ვეტერანი ფეხბურთელები ავაზას საცდელ ბაზასთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ყოფილი სპორტსმენები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. 18 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სავარჯიშო მოედნიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ვეტერანების საფრთხეებს სწორედ ამაში ხედავენ. ჩვენ რო ვდგევართ აგერ სტადიონზე, უკან რო გავიხედოთ, შესაძლებელი ფსიქოლოგიურად ბავშვი ფეხბურთი ვეღარ ითამაშოს, იმიტომ რომ ჩანს რომ შესაძლებელია დაინგრეს. ვინდა რომ ან შეჩერდეს, ან დაინგრეს. ასე კარგად გადმოაგდო, ეს არის ბუნებრივი ბალახი, ეს არ არის, ეს არის ხელოვნური შეიძლება. რაღაც ცეცხლს აიგდოს, რაღაცა შეიძლება ბოთლის ისროლოს ვიღაცამ. 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას თბილისის დინამოს ფეხბურთელებიც მოითხოვენ. მესხის სახელობის სტადიონს დინამოს საწვრთნელი ბაზა ესაზღვრება, სადაც ფეხბურთელები ყოველდღე ვარჯიშობენ. ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ამბობენ, რომ კორპუსის დასრულების შემდეგ აქ ვარჯიში შეუძლებელი გახდება. რო გადმოიხედავ მე-20 სართულიდან და გაბრაზებული ხარ ის სიტყვაზე მამა დინამო თბილისი ან წინა თამაში რაღაც აგებული აქვს, ან არახარ გულშემატკივარ დინამოს და აიღე და რაღაცა გამოუშვი თუ ვაშლი გადმოაგდე მთლიანი ისეს დაგაზიანდა და თუ ბოთლი გადმოაგდე მე მგონი მოკვდები კიდევ. თბილისის დინამოს ადმინისტრაციამ საჩივრი თბილისის მერიას მიმართა და მშენებლობის შეჩერება ოფიციალურად მოითხოვა. გუნდის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკანონოა, რადგან მისი ინფორმაციით ამ ტერიტორიაზე 6 სართულის აშენება იგეგმებოდა. ალბათ ვიღაცებმა ისარგებლეს შიდა პოლიტიკური არეულობით, ასე ვთქვათ და ამ დროს გაზარდეს კოეფიციენტი. აქ უკვე ბავშვების სიცოცხლესთან გვაქვს საქმე და იმ საფრთხეებთან, რაც არის ვთქვათ ამ შენობიდან გამომდინარე. თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ დინგასა მშენებლობის გაგრძელების ნებართვა და როგორ გახდა 6 სართულიანი შენობა 17 სართულიანი. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დეტალებს საკითხის შესწავლის შემდეგ აახმაურებენ. მოსმენილი იქნება მხარეების პოზიცია და მათი პოზიციის გაზიარებით მოსმენის შემდეგ მერიის იურიდიული სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მუნიციპალიტეტში ხვალ პირველ საათზე იგეგმება.